Ყველას პრობლემა არის, რომ სულ რაღაცაში ეძებენ ამ ბედნიერებას, რომ გონიათ, რომ რაღაც ნივთია და სადმე დევს, ან რომელიღაც ქალაქში არის და იქ იპოვიან, ან კონკრეტულად რაღაცაში არის და რეალურად მე მგონია, რომ ესე არსად არ არის და უბრალოდ ჩვენ ყოველდღიურობაში არის და ისეთ მარტივ და ელემენტარულ რაღაცებში არის, რაც ყოველდღურად გვხდება. მაგალითად, დღის განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრჯერ განიცადო ეს გრძნობა, მაგრამ რაღაცნაირად არაფასებ, იმიტომ რომ გონია, რომ რაღაც ძალიან დიდი და ისეთი არის. ვიღაცა სხვა არ უნდა გეჩვენებოდეს, რომ რადგან იმას ის აქვს, რადგან ის ეს არის, მაგითი არის ბედნიერი, რადგან ვიღაც წარმატებულია, ძალიან სტარია ან რაღაცა. არა და ხშირ შემთხვევაში ის არის, რომ ვაფშე არ არიან ეგეთი სტარები, ძალიან ბედნიერები და რაღაცნაირები. თან იცი რა, უნდა იცხოვრო მაინც უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით რა, რაც არ უნდა ყველამ თქვას რა რაღაც უნდა იფიქროს მომავალზე, უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით და ყველაფერი უფრო რაღაც მარტივი არის და უფრო შეიგრძნობ ცხოვრებას, ვიდრე იმაზე ფიქრით, რომ აი ხვალ და მომავალ და სულ რაღაცას ელოდებიან ყოველთვის რა, აი რაღაც სკოლის დამთავრებას ელოდებიან, იმიტომ რომ ჩააბარონ, ჩაბარებას, იმიტომ რომ სამსახური დაიწყონ, სამსახური, იმიტომ რომ არ ვიცი, გათხოვდნენ, რომ მე რაღაც ბავშვი გააჩინა და მე ისევ ბავშვმა რომ სკოლაში ჩააბაროს, ბავშვმა რომ უნიდეს და სულ რაღაც ელოდებიან. მე შენ ცხოვრება გადის და რეალურად ხვდები, რომ აი ძალიან ცოტა დროს იყავი ბედნიერი.